ვენეციის კომისია საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონსა და საარჩევნო კოდექსს განიხილავს. 90-მე პლენარული სხდომა დღეს ტარდება და დღის წესრიგი კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საქართველოსთან დაკავშირებით კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის წევრები ერთობლივ მოსაზრებებს ორ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირებენ. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონი და საქართველოს საარჩევნო კოდექსი. სხდომასთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც გაავრცელა. სასამართლოს ინფორმაციით პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი განიხილება. სხდომას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი დაესწრება. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს ვენეციის კომისიის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონისა და საარჩევნო კოდექსის განხილვაზე ინფორმაცია არ აქვს. კუბლაშვილის განცხადებით ორივე კანონზე კომისიას დასკვნა უკვე მომზადებული აქვს და მისთვის უცნობია თუ რა უნდა განიხილონ სხდომაზე. მისივე განმარტებით არც ერთი კანონის პრინციპული შეცვლა აღარ იგეგმება. შეგახსენებთ ვენეციის კომისიის 90-მე სხდომა ხვალ დასრულდება. ბიძინა ივანიშვილის მიმართ კი ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყებასთან დაკავშირებით ადვოკატი შალვა თადუმაძე კონტროლის პალატისგან გონივრულ ვადის მიცემას ითხოვს. ამ მოთხოვნით თადუმაძემ პალატაში განცხადება უკვე შეიტანა. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის წევრთა უმრავლესობა სახელმწიფო ან სხვაგვარ ანაზღაურებას ამ ორგანიზაციიდან არ იღებს. როგორც კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაშია განმარტებული, დამატებითი კვლევების შედეგად დადგინდა, რომ პირები პირად დაფინანსებას იღებენ ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშიდან. კონტროლის პალატის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 406,000 ლარს. კონტროლის პალატაში კი აცხადებენ, რომ დაფინანსების სქემა წინააღმდეგობაშია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და სამართალდარღვევას წარმოადგენს. დღეს მივიღეთ კონტროლის პალატიდან შეტყობინება დამარებულია ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კონტროლის პალატაში. გაუგებარია რატომ, გაუგებარია რა სამართალდარღვევაზე. ამიტომ იურისტებმა მოიტანეს განცხადება, რომლითაც ვითხოვთ, რომ განგვიმართოს კონტროლის პალატამ წარმოგვიდგინოს მტკიცებულებები, წარმოადგინოს დოკუმენტაცია იმისი თუ რატომ მოხდა ამ უწყების გამოგზავნა. ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ მთელ პრობლემას, რაც ხელისუფლებას დღეს შეექმნა. სრულიად ნათელია, რომ მთელი ეს უაზრობა, ასეულობით ადამიანის დაკითხვა, დაბარებები, მასიური შეტევა და ტერორი ოპოზიციის ხარდამჭერებზე, ქართული ოცნების ხარდამჭერებზე რეგიონებში ერთადერთ მიზანს ემსახურება. ხელისუფლება შეშინებულია 5 აპრილით. ხელისუფლებას არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც. სააკაშვილმა კარგად იცის, რომ არ აქვს არც ერთი არგუმენტი, რატომ უნდა უთხრას უარი ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე. ამიტომ ისინი აი ამ ასეულობით ადამიანის დაბარებით, დაკითხვით, ამ ისტერიით, რომელიც ნაციონალურ არხებზე მოაწყოს სრულ აბსურდზე, არ არსებულ დანაშაულებზე და არ არსებულ სამართალდარღვევებზე, ცდილობენ შეკერონ საქმე, იმისათვის რომ უარი უთხრან ხვალ, ანუ 5 აპრილს ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობაზე. შუამდგომლობა ჩავებარე, როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, იმასთან დაკავშირებით, რომ კონტროლის პალატაში მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე წარმოება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ოქმი ჩაგვბარდა და მეტი არაფერი, ვითხოვ გავეცნო საქმის მასალებს, მომეცეს გონივრული ვადა იმასთან დაკავშირებით, რომ წარვადგინო შესაბამისი მტკიცებულებები და ახსნა განმარტება წარვადგინო შესწავლილი მასალების და წარდგენი მტკიცებულებების შესაბამისად. საქართველოს კონტროლის პალატის მიერ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია კონსტიტუციის უგულებელყოფი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევით მიმდინარეობს. ამის შესახებ პოლიტიკური კოალიცია ქართული ოცნების განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 11 მარტიდან დღემდე კონტროლის პალატა როგორც ცალკე ისე პოლიციასა და სხვა აღმასრულებელ ორგანოებთან ერთად ქართული ოცნების ასობით მხარდაჭერის შევიწროებასა და დაშინების ოპერაციას ახორციელებს. როგორც კოალიციაში აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოჩენიდან დღემდე სახელმწიფო აპარატი ისეთი ახალი კანონებისა და პრაქტიკის დანერგვას ცდილობს, რომელიც პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ არის მიმართული. პოლიტიკურ კოალიციაში ასევე აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად ქართული ოცნება დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
შეწუხებული ვარ იმ ვითარებით, რომელიც კონტროლის პალატის ბოლოდროინდელ ქმედებებს ახლავს სრულფასოვანი განმარტების ნაკლებობა იმ მეთოდების შესახებ, რომლითაც კონტროლის პალატა ახორციელებს საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებას ან ამ უწყების ან კონკურენტული საარჩევნო გარემოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლებას ხელს ვერ შეუწყობს. როგორ აღიქვამს ქართული პოლიტიკური სპექტრი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებულ ამ განცხადებას. დიპლომატ ჯონ ბასის შეფასების პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები ნახეთ ანა ბროლოძის სიუჟეტში საღამოს 9 საათზე. ჩემი აზრით ეს აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება, ისეთი როგორიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და მით უმეტეს საქართველოს მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელ ელჩს. ზედმეტი სიხისტე აშკარად გაცდა რეალურად, რასაც ამ შემთხვევაში ადგილი აქვს თქვა სიტყვაზე კონტროლის პალატის ძალიან ხის ქმედებებში. შესაბამისად, სწორედ ეს გახდა სავარაუდოდ ჯონ ბასის განცხადების საფუძველი და მისი შეფასების საფუძველი. ჯონ ბასმა თქვა, რომ ზოგიერთი მონაწილის ამ გამოკითხვის გამონათქვამები ბადებს გარკვეულ ეჭვებს და ეს ეჭვები თუ არსებობს, ეს იქნება გამოკვლეული ყველა კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა თვითონ პროცესი არის სამართლიანი, თვითონ პროცესი უნდა გაგრძელდეს და ხაზგასმით შავი ფულის, რუსული ოლიგარქიული ფულის შემოდინება და მისი გავლენა ქართულ პოლიტიკაზე იქნება მინიმიზებული. ეს არის კონტროლის პალატის ამოცანა და კონტროლის პალატას ამ შემთხვევაშია პოლიტიკური მხარდამჭერა საქართველოს ხელისუფლების მიერ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც კონტროლის პალატაში დაკითხვებზე არ გამოცხადა, არაკანონიერად მიიჩნევს. საიას თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ნათია მოგელაძის უწყებამ უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკითხულთა მიმართ სისხლის სამართლის დევნის მოთხოვნა დააყენა. ჩუგოშვილის თქმით, იმ უწყების შინაარსი, რომლებიც დასაკითხ პირებს გაეგზავნათ, ბუნდოვანი იყო და დაკითხვაზე დაბარების მიზეზი არ იკვეთებოდა. კონტროლის პალატაც გაცდა თავის უფლებამოსილებას, როდესაც მიიღო ასეთი საგამოძიებო ორგანოებისთვის ამ მასალების გადაგზავნის გადაწყვეტილება, ვინაიდან ცხადი იყო, რომ მოწმედ არ დაუბარებია პირები და შესაბამისად ვერც დანაშაულზე ვერ იქნებოდა ლაპარაკი, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს კი თავის მხრივ არ უნდა დაეწყო გამოძიება ამ ფაქტებთან დაკავშირებით. ამიტომ მიგვაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, როგორი იყო შინაარსი მიღებული უწყებებისა, იმის გათვალისწინებით როგორ მიმდინარეობდა გამოკითხვა და ახსნა განმარტების ჩამორთმევა, ვერანაირად ვერ დაეკისრებათ ამ შინაარსის უწყების მქონე პირებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და არც უნდა დაიწყოს საერთოდ ამაზე სისხლის სამართლებრივი დევნა და ანუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქმეც არ უნდა გამოძიებაც არ უნდა დაწყებულიყო ამ ფაქტთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტთა უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით საქმის წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო. ყოველგვარი გამოკვლევის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულების ახსნა განმარტებებს იმ მოქალაქეებს ართმევენ, რომლებიც კონტროლის პალატის უფლებამოსილმა წარმომადგენლებმა გამოკითხეს. ომბუდსმენის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროს კი კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსთან რამდენიმე შეკითხვა აქვს. რა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება კონტროლის პალატაში, რომლის მიმდინარეობისას კონკრეტულ პირებს იბარებენ. რა სახის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, ასევე რის საფუძველზე და რა სტატუსი დაიბარეს ეს პირები ახსნა განმარტების ჩამოსართმევად. ასევე ახსნა განმარტებების მიცემისას უზრუნველყოფილი იყო თუ არა მათი კანონიერი წარმომადგენლების დასწრების უფლება. ამ ადმინისტრაციული წარმოებისა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ დაცული იყო თუ არა სხდომების მიმდინარეობის საჯაროობა. დეტალები კი საზოგადოებას სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ დამატებით ეცნობება. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით პოლიციაში დაკითხული იმ პირებისგან, რომლებიც კონტროლის პალატაში არ გამოცხადდნენ, პასუხისმგებაში არავინ მიუციათ. სამინისტროს განმარტებით მოწმის სტატუსი დაკითხული პირებიდან არავინ დაუჯარიმებია და არც დაუკავებიათ. სისხლის სამართლის კოდექსის 352 მუხლის მეორე პრიმა, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმის სტატუსით ქართული ოცნების მხარდამჭერებს იბარებენ ჯარიმას ან 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მუხლი ადმინისტრაციულ წარმოებაში მოწმის მირჩვენებაზე უარის თქმას გულისხმობს. შეგახსენებთ, კონტროლის პალატაში ქართული ოცნების მხარდამჭერთა ნაწილი არ გამოცხადდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი ამ სუბიექტების საქმის შესწავლა დაიწყო, რადგან სამინისტროს განმარტებით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობაზე უარის თქმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად დარღვევაა.
კოალიცია ქართული ოცნების კერძოდ კი რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებს გუშინ გვიან ღამით პოლიციელები ესტუმრენ და განყოფილებაში დაიბარეს შემთხვევის გამო ქუთაისის დღეს დილი დედაქალაქიდან საგანგებო დავით ბერძენიშვილი ესტუმრა, რომელიც პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატების თანხლებით გამოცხადა და იმ ადამიანების ბედი დაინტერესდა, რომელთა გადაყვანასაც სამართალდამცავები საკუთარი სახლებიდან განყოფილებაში გუშინ გვიან ღამითვე აპირებდნენ. უკვე ცნობილია, რომ განმეორებით გაგზავნილი 8 უწყებიდან პოლიციამ 6 უწყება უკან გამოითხოვა. ღამის 10 საათიდან 11-ის ნახევრამდე მოვიდა ისევ, ახლა უკვე ორი პოლიციელი შემოვიდნენ ოჯახში და შეხვდა მამა ძალიან აფორი აქვს და ოჯახის წევრები ყველა ჩაბარებული იყო უკვე ახსნა განმარტება და ვიყავი პოლიციაში დაბარებული. გუშინვე საღამოს მითხრეს, თუ კი არ მექნებოდა დღეს თუ კი არ მექნებოდა საშუალება დილით პოლიციის განყოფილებაში მივსულიყავი, გუშინ საღამოს აპირებდნენ ჩემს წაყვანას. თუმცა, რა თქმა უნდა, არ გავყავი დათოს, როდესაც მივედით ადვოკატთან ერთად, პირიქით ბოდიშის მოხდით, გამოგვისტუმრეს უკან, რომ აღარ ვიყავით ორი თანამშრომელი იყო მოსული ფორმაში, მანქანით და მომიტანეს უწყება, რომ უნდა გამოცხადებულიყავი დღეს 11 საათზე სამმართველოში. და ანუ შემეძლო მათთან ერთად წავსულიყავი, თუ კი დღეს ვერ შევძლებდი მისვლას. მე დაურეკე ქალბატონ ნატო გათამაძეს, ამეღო თუ არა ეს ხელი უნდა მომეწერა იქ რომ ჩავიბარე და მითხრა რომ აი ხე კი დაიტოვეო, დავიტოვე. ამის შემდეგ წავიდნენ და ესე დაახლოებით 9 საათი დაახლოებით ჩემკარებთან იცდიდნენ, კარით ჭიშკართან. და შემდეგ წავიდნენ და მოვიდნენ 5 წუთში და მითხრეს რომ უკვე შეცდომა იყო რაღაცა და გადაამოწმეს რაღაცა და წაიღეს უკან. მე ბედნიერი ვარ, რომ იმ პარტიის სათავეებთან ვდგავარ, რომლის წევრები ქუთაისშიც, კასპშიც, ზუგდიდშიც, შოხატაურშიც, საგარეჯოშიც და მთელ საქართველოში ის ადამიანები არიან, რომლებიც არ შეეპუენ სახელისუფლებო რეპრესიულ მანქანას. დღეს ხაშურში ქართული ოცნების ოფისი თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ნოდარ ხადურმა გახსნეს. პოლიტიკური კოალიციის წარმომადგენლებმა ქართული ოცნების წევრებს სამოქმედო გეგმა გააცნეს და კოალიციის ამოცანებზეც ესაუბრნენ. ქართული ოცნების ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცხადიაშვილი დაინიშნა. საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილი როგორ იღებენ ჩვენი ჯიბიდან დაფუძნდა ხაშურის რაიონში ქართული ოცნების ოფისი. მე მინდა ყველა ხაშურელს მიულოცოთ დღევანდელი დღე. მოლოდინი იყო ძალიან დიდი და ეს დღეს სახეზე გვაქვს ქართული ოფისის გახსნა. ჩვენ სრული მზადყოფნაში ვართ, ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისათვის და საზოგადოება არის მობილიზებული იმისათვის, რომ სერიოზული სამუშაოები იქნას ჩატარებული და საბოლოოდ ჩვენ გავიმარჯვოთ საპარლამენტო არჩევნებში. ქართულმა ოცნებამ როგორც კოალიციამ უკვე დააფუძნა საკუთარი წარმომადგენლობა ოფისი და უკვე გვექნება შესაძლებლობა იმ საზოგადოებას, ვისაც ჩვენთან გაერთიანება უნდა კონკრეტულ ადგილას მოვიდეს და დავიწყოთ ერთობლივი ბრძოლა საქართველოს გათავისუფლების, მე ვიტყოდი, სააკაშვილის ნაციონალური ტოტალიტარული მმართველობიდან და ხალხის განწყობაც არის და ჩვენი განწყობა თანხვედრილი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში უკან არ დავიხეთ. მე მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში, რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ, რატომ აქვთ იარაღი მუდამ თან და რატომ ელოდებიან რაღაც მოვლენას, როდესაც ეს მათ დასჭირდებათ. ეს ზუსტად მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ აპირებს ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ პოლიტიკური ოპოზიცია გაანადგუროს, რადგან ჩვენ ვართ სახელმწიფოს მტრები, ჩვენ ვიმართებით კრემლიდან. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ 15 მარტს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. სანამ გვიან არ არის, მე როგორც თქვენი ყოფილი კოლეგა გთხოვთ იყოთ უფრო აქტიურები რეგიონში და მონიტორინგი აწარმოოთ არა მხოლოდ მედიაზე, არამედ ძალადობაზეც, რომელიც როგორც აღმოჩნდა, გახდა ნაციონალური მოძრაობის დაშინების მთავარი კამპანია, განაცხადა ალასანიამ. მან შეხვედრაზე ბოლო დღეებში კონტროლის პალატის ქმედებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკანასკნელ ხანს პოლიტიკურ პოლიციად გადაიქცა. კოალიცია ქართული ოცნება ვაცნობიერებთ, რომ ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ყველა საერთაშორისო თანამეგობრობა და ხელისუფლებაც, განაცხადა ირაკლი ალასანიამ დიპლომატიური კორპუსის წევრებთან შეხვედრისას. მე ძალიან მაწუხებს ის ინფორმაციები, რომლებიც არის დასავლეთ საქართველოსთან განსაკუთრებით, რომ შეიქმნა სამართალდაცავების მხრიდან ინიცირებული გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც დღესაც აი ამ წუთებშიც არიან განთავსებული სამეგრელოს რაიონებში და ერთადერთი გამოყენებას სააკაშვილის მხრიდან
მათი მე ვხედავ სწორედ არჩევნების შედეგით უკმაყოფილო სააკაშვილი მას გამოიყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. თუ ჩაკეტეს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის, სამოქალაქო საზოგადოების მიიღებ ხომს, მიიღებ სირიას და მიიღებ იმ ჩრდილო აფრიკაში განვითარებულ მოვლენებს. აი აქეთკენ მიყავს თავისი ისტერიით, თავისი დამფრთხალი ბუნებით სააკაშვილს სამოქალაქო საზოგადოება. და ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა აღვდგეთ წინ. სოციალური თუ წინა საარჩევნო პოლიტიკური რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელსა და კერძო ტელეარხებზე ბოლო პერიოდში ხშირად გადის ვიდეო რგოლები, რომლებშიც მოთხრობილი და ნაჩვენებია საქართველოს მთავრობისა და კონკრეტული საჯარო ორგანიზაციების მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ასეთი ტიპის პროდუქცია ტელეარხებზე სოციალური რეკლამის სახით გადის და მისი განთავსებისთვის დამკვეთი ორგანიზაცია რეკლამის საფასურს არ იხდის. საკითხი არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველოს შეისწავლა. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში ვიდეო რგოლები ვერ აკმაყოფილებს სოციალური რეკლამის კრიტერიუმს და ისინი პოლიტიკურ რეკლამადაც კი შეიძლება ჩაითვალოს. ამ მოსაზრებას ეთანხმებიან საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ორგანიზაციებიც. დეტალებს კი საღამოს 9 საათზე ირაკლი დანელიადი ამბობთ. ის რეკლამები, რომელსაც ჩვენ დღეს ვუყურებთ, ეს რეკლამები ნამდვილად არ ატარებს სოციალური რეკლამის ხასიათს და აქ არის საუბარი რაღაც კონკრეტულ მიღწევებზე და ხშირ შემთხვევაში ჩანს ქვეყნის სახელმწიფოს პირველი პირი. ეს არის პირდაპირ კანონდარღვევა, არასწორი და არაკონსტიტუციური მოქმედება, მართლზომიერებას და მორალს თავი დავანებოთ. ძალიან ძნელია დავინახოთ მათში სოციალური სტატუსის და სოციალური რეკლამა და სოციალური სტატუსის მიღწევა, იმიტომ რომ უმრავლეს მათგანში წინა პლანზე წამოწეულია კონკრეტული პიროვნებები. წინა პლანზე წამოწეულია კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიერ გაკეთებული საქმეები, რაც შეგვიძლია ჩვენ თავისუფლად ჩავთვალოთ, რომ ეს არის ეგრეთ წოდებული წინასაარჩევნო რეკლამა. ზურაბ ჭიაბერაშვილი და ზაზა გოროზია საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წევრებს შეხვდნენ. მინისტრებმა სამოქმედო გეგმა წარადგინეს, როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, სადაზღვევო პოლიციის მფლობელებს სამედიცინო მომსახურების მიღებისას პრობლემები არ უნდა შეექმნათ. სხვა შემთხვევაში საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. სოფლის მეურნეობის მინისტრი კი სამომავლოდ 500 ახალი ტრაქტორის შეძენას და მელიორაციის სისტემის გამართვას აპირებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მინისტრებს საკუთარი მოთხოვნებიც გააცნეს. თავარი რაც არის ის რომ მუდმივად ვიზრუნოთ ხარისხის გაუმჯობესებაზე, ამ სამედიცინო დაწესებულებაზე და უმთავრესი ამოცანა არის ის რომ როდესაც ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა, ამის შედეგად გვაქვს უფრო ძლიერი ბიუჯეტი, ბუნებრივია ვითარდება ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა საავადმყოფოების შემთხვევაში ამას კერძო სექტორი აკეთებს უკვე, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა არის რომ თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი ამ ყველაფრისგან. თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს ის რომ მივიდეს აი ამ საავადმყოფოებში და მას მოემსახურონ კვალიფიცირებულად. ვიხილავ სტრატეგიას, რომელიც არის 2012-ის, თუ რას აპირებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რა პრიორიტეტები გვაქვს ამ ეტაპზე და რას ვაპირებთ მომავალში, მთლიანობაში გავავრცოთ. ეს არის მექანიზაციის ზრდა რაოდენობის, რომელსაც წელს ვფიქრობ, რომ 500 ძალზე მეტ ტექნიკას შემოვყავთ, ტრაქტორს და 1500 ძალზე მეტ მის მისამნელს სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებით ავჭურავთ. ამის გარდა არის რომ ვფიქრობთ მელიორაციის სისტემები გავმართოთ. პირველ რიგში გვინდა რომ წელს 18000 გექტარზე მეტი იყოს მელიორაციის სისტემაში შესაძლებელი მოსარწყვლიანობა, რითაც უფრო მეტი პროდუქცია იქნება გაზრდილი და უფრო მეტი ქლეხი იქნება დაინტერესებული მომავალში უფრო მოგიდონ ხელი სოფლის მეურნეობას. სოფლის მეურნეობის მინისტრი უკვე კარგი ხანია მუშაობს და აბსოლუტურად ჩამოყალიბებულია ეს პროგრამა, რაზეც მას უხდება მუშაობა და საინტერესო იყო სხვა შორის ძალიან ბევრი სიახლე იყო, სიახლეზე ლაპარაკი, რაც ამ სექტორში უნდა გახორციელდეს და რამაც დასაქმებას უნდა შეუწყოს ხელი ფასებს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რაც შეეხება უფრო მეტი კითხვები იყო ზურაბ ჭიაბერაშვილთან და უნდა გითხრათ რომ ის ხედვა რომელიც მას აქვს ის ეთანხმება იმ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს რაც არის დღეს ჯანდაცვის სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის სწორედ ის რომ ადამიანები იღებდნენ სარგებელს
მათი ჯანმრთელობა უმჯობესდებოდეს ამ ახალ კლინიკებში, იყოს საშუალება მათ იქ იმკურნალონ სხვა ინსტრუმენტებით, დაზღვევით, ხელმისაწვდომი ფასებით და ასე შემდეგ. საგაზაფხულო სამუშაოების განხორციელებისა წინადადებები ბევრი გვაქვს, ველოდებით ამ წინადადებებზე გამოხმაურებებს. ჯერჯერობით სამწუხაროდ ჩვენ მინისტრების ცვალებადობასთან ერთად ვერ ხედავთ ამ სტრატეგიის ცვალებადობას. კვლავ ქაოტური მიდგომები, კვლავ გაუაზრებელი კამპანიური გადაწყვეტილებები, მაგალითისათვის სიმინდის ჰიბრიდული თესლის პროგრამაც კმარა, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დრო არათუ აღარ ითმეს, არამედ ძალიან ჩამორჩით ამ სფეროების განვითარების დინამიკას და თუ მართლაც რადიკალური გადაწყვეტილებები არ იქნა მიღებული, მდგომარეობის გამოსწორება ძალიან გაჭირდება. ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი კი საბერძნეთის მთავრობამ სასამართლო განხილვებამდე თავდებით გაათავისუფლა. ადგილობრივი მედიის ცნობით ცნობილი ხდება, რომ შუშანაშვილს ქვეყნიდან გასვლის შესახებ ხელწერილი დააწერილეს და იზოლატორიდან გაათავისუფლეს. კრიმინალურ ავტორიტეტს სალონიკის სასამართლო გაასამართლებს. შეგახსენებთ, შუშანაშვილი და მისი დაცვის წევრი სამართალდამცავებმა იანვარში დააკავეს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელსაც დაკავებული ხელმძღვანელობდა ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ავსტრიაში მოქმედებდა. ეჭვმიტანილი ევროპაში ფულის გათეთრების და კოლელობის ბრალდებით 2009 წლიდან იძებნება. Пришлось планировать целую спецоперацию. По столице влиятельный криминальный авторитет ездил в сопровождении кортежа с десятком вооруженных до зубов. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდები დაკავებული ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილის საქმეზე წინა სასამართლოს სხდომა გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა ფარულად ჩაატარა. სოფო ნიკოლაშვილის ადვოკატის მაგული ხვალაძის განცხადებით კი პატიმარი ბადრაგმა ადრე ჩამოიყვანა და პროცესი დანიშნულ დროზე ადრე სწორედ ამიტომ გაიმართა. ადვოკატი არ გამორიცხავს სოფო ნიკოლაშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, მისი განცხადებით მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რასაც ბრალდებულის მამა დავით ნიკოლაშვილი ადასტურებს. შეგახსენებთ, გაზეთ კახეთის ხმის ყოფილი ჟურნალისტი 20 წლის სოფო ნიკოლაშვილი შინაგან საქმეთა გურჯაანის სამმართველომ 31 იანვარს დააკავა. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი 23 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო ტარებაში წაუყენა. სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით სოფო ნიკოლაშვილს პატიმრობა შეუფარდა, ის რუსთავის კოლონიაში იმყოფება. სოფო ნიკოლაშვილი ქართული ოცნების მხარდამჭერ დავით ნიკოლაშვილის შვილია, გიორგი სიბაშვილი კი შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარის სამმართველოს ინსპექტორ გამომძიებელი. მისი მამა გოჩა სიბაშვილი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილე, ბიძა გიორგი სიბაშვილი კი კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილეა. იყო წინა სასამართლოს სხდომა დანიშნული და იხილებოდა მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხით. ჩვენ ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა, გავხადეთ სასწავლო და განიხილება არსებითად საქმე 30 მარტს. მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, ჯერ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება და ვნახოთ, გადასაწყვეტია. შესაძლოა რომ საპროცესო გარიგება იყოს. ის რომ სასამართლო პროცესიდან გაანთავისუფლო მაგის თაობაზე ამ წუთში არაფერი არ ვიცით. ხოლო თბილისში 1-1000-ის გათამაშების პრინციპული მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები რუსეთს უმასპინძლებს. პორჩხალოსნების მეტოქე თბილისში გუშინ გვიან ღამი ჩამოვიდა დილით კი ვარჯიში მათ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართეს. რუსების თავკაცის თქმით, მისი გუნდი საქართველოში მოსაგებად ჩამოვიდა. შეგახსენებთ, რუსებს ქართველები 1993 წლის შემდეგ არ დაუმარცხებიათ 15 მატჩი. ქართველებმა 13 ჯერ გაიმარჯვეს, ერთხელ ფრედი თამაშეს, ერთხელ კი დამარცხდნენ. საქართველოს რუსეთი ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 3 საათზე დაიწყება. ჩვენ ახალგაზრდა გუნდი ყავს, არიან მოთამაშეები, რომლებსაც საქართველოს ნაკრებთან თამაშის კომპლექსი ნაკლებად აქვს. ქართველების ყველაზე ძლიერი კომპონენტი შერკინების ხაზია. თუ მოვახერხებთ თქვენი შერკინების შეჩერებას, ყავს ძლიერი უკანა ხაზი, რომელსაც დარწმუნებული ვარ მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. ის რომ 19 წელია საქართველოსთვის არ მოგვიგია, უფრო ფსიქოლოგიური პრობლემაა. ჩვენ ძლიერი მეტოქი ყავს, რომლის დასამარცხებლადაც ჩამოვედით თბილისში. გულშემატკივარს ყოველთვის ველოდებით, იმიტომ რომ მათ გვერდში ყოფნას ყოველთვის გრძნობდი და ასევე ხვალაც ვიგრძნობდა. ვისარგებლებ ამ მომენტიდან, მინდა ვთხოვო გულშემატკივარს, ჩემი თხოვნა იქნება ასევე ჩემი თანაგუნდელების, რომ მოწინააღმდეგეს პატივი ვცეთ, იმიტომ რომ მოედანზე შეიძლება იყოს შეხლა შემოხლა, მაგრამ ეს არის სპორტული და სპორტული აგრესია და მოედნის გარეთ ბევრი ჩვენთაგანი მეგობრობთ რუსების მოთამაშეებთან და ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, რომ პატივი ვცეთ ჩვენ მოწინააღმდეგეს.
რეკლამის შემდეგ თქვენ უყურებთ მაესტროს ახალ ამბებს. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში 1993 წლის 15-16 მარტს სოხუმზე მასშტაბური იერიშის მოგერიებისას დაღუპულ გმირთა მემორიალს თავისუფალმა დემოკრატებმა, დემოკრატიულმა მოძრაობამ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. 1993 წლის 16 მარტს საქართველოს ჯარებმა სოხუმზე აფხაზი სეპარატისტებისა და ჩრდილოეთ კავკასიელი კონფედერანტების მასობრივი შეტევა მოიგერიეს ორდღიან ბრძოლაში კი ქართულმა მხარემ 127 მებრძოლი დაკარგეს, ამას 50-მდე კი დაიჭრა. დღევანდელი დღე 16 მარტის საშინელი დღეა და ჩვენთვის. ჩვენი გმირულად დაღუპული ბიჭები მკერდით იცავდა. გუმისთის ხიდთან მისადგომებთან არ უშვებდა მტერს, მაგრამ ბევრი დაეცა ჩვენი ბიჭები. ბევრმა დალია იქსული, მაგრამ მტრებისგან კიდევ ბევრი გაანადგურეს. ჩვენმა მეომრებმა, სოხუმელებმა გმირულად მოიგერიეს და ეს დღე სწორედ ჩვენ გვაქვს დღე, როდესაც ვიხსენებთ ამ გმირობას, ამ ბრძოლაში ქართველების გამარჯვებას, მტერზე მტრის დამარცხებას და რაც მთავარია ვიხსენებთ იმ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შეწირეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენთვის ტკივილიანია თითოეული ადამიანი, ვინც ამ ბრძოლების დროს დაიღუპა, როგორც ქართული, ასევე აფხაზური მხარიდან, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად მათამკვლელი ომი იყო. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღარასოდეს საქართველოს შვილები, აფხაზი იქნება ეს ქართველი თუ ოსი, ერთმანეთს აღარ ეომებოდეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები ქართველ, აფხაზ და ქართველ და ოს ხალხს შორის. ლეიბორისტული პარტია 16 მარტის დაკარგული ტერიტორიების დღედ გამოცხადებას ითხოვს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მათ დღეს პარლამენტში განსახილველად ადგენილების პროექტი შეაქვთ, რათა 16 მარტი დაკარგული ტერიტორიების დღედ ოფიციალურად გამოცხადეს. საუკუნეების მანძილზე საქართველოს დაკარგვა ძირძველი ტერიტორიების ნახევარზე მეტი. ხელისუფლება მალავს, რომ დღევანდელი დღე ჩვენი სამშობლოს დაშლის ოფიციალური დასაწყისია. 21 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა და თურქეთმა ერთობლივად განახორციელეს აგრესია და გაიყვეს საქართველო. დღეს პარლამენტში შეგვაქვს დადგენილების პროექტი 16 მარტის დაკარგული ტერიტორიების დღედ გამოცხადებაზე, რადგან სამშობლო იკარგება მაშინ, როდესაც ის მეხსიერებიდან იშლება. თაობებს უნდა ახსოვდეთ, რისთვის იბრძოლონ. დღეს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოსა და სახალხო დარბაზის მორგის შეხვედრა გაიმართა, სადაც სათათბიროს სპიკერად სუსუ ჯაჭულიანი აირჩიეს. ამასთან სახალხო კრებამ 3 ახალი წევრი შეიმატა. შეხვედრას სტუმრის სტატუსით სოციალ-დემოკრატები, წინააღმდეგობის მოძრაობა და ტრადიციონალისტები ესწრებოდნენ. სახალხო კრებას დევნილთა სამოქალაქო მოძრაობაც შეუერთდა. იმართება სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს და დარბაზის გაფართოებული შეხვედრა. ჩვენ კიდევ შემოგვემატებიან დარბაზის წევრები, ადამიანები, ვინც დღეს კიდევ უფრო უჭერენ სახალხო კრებას მხარს, ვიდრე ადრე პერიოდის განმავლობაში და დღეს იქნება რამდენიმე საკითხი განხილული. იქნება სახალხო კრების დარბაზის ახალი სპიკერი არჩეული. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ ასეთ ღონისძიების დროს მივიღოთ ახალი წევრები სათათბიროში, ეს რეგლამენტით აგვაქვს, თუ სათათბიროს წევრები წარმოადგენენ, ესა თუ ის ადამიანი წარმოადგენს კანდიდატურას. პრობლემა არ არის, მთავარია რომ ხარი დაუჭირო. დღეს ასეთი 3 წევრი დაგვემატა. იძულებულ გადაადგილებულ პირთან დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა ჩამოყალიბების დღიდან აქტიურად თანამშრომლობდით სახალხო კრებას. სწორედ დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე გვინდა გავაკეთოთ განცხადება იმის შესახებ, რომ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა უერთდება სახალხო კრებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის დეპოლიტიზაციას და სწავლის საფასურის ყველა სტუდენტისთვის ხელმისაწვდომობას ითხოვენ. აქციის ორგანიზატორები იყვნენ დამოუკიდებელ სტუდენტთა ასოციაციის წევრები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ორგანიზაციის წევრ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ისინი გმობენ რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტსაც, რომლის დროსაც სტუდენტები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ნაციონალური მოძრაობისგან იმართება, რაც მათთვის მიუღებელია.
ჩვენი მოთხოვნები არის პირველ რიგში ის, რომ სახელმწიფომ მოახდინოს სუბსიდირება იმ თანხების, რომ შეძლოს თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა სტუდენტმა ნორმალურად მიიღოს განათლება, მიიღოს სრულფასოვანი განათლება, გახდეს წარმატებული და იყოს საქართველოს მომავალი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანი. ანუ ამ ყველაფერს უზღუდავს სახელმწიფო ახალგაზრდებს იმ კოლოსალური ფასით 2250 ლარით. ჩვენი მოთხოვნა ასევე არის ის იმ 10000 სტუდენტს, რომელსაც საშუალება არ ქონდა ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერეს სტუდენტის სტატუსი და უბიძგებენ პირდაპირ მნიშვნელობით ქუჩისაკენ, უბიძგებენ გაუნათლებელი ცხოვრებისაკენ. ეს არის მიუღებელი ჩვენთვის, მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის. აუცილებლად გამოიყოს თანხები იმ 12 მილიონიანი პროექტიდან, რომელიც ამ ზაფხულზე ჩატარდება და რა თქმა უნდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები მიიღებენ იმ პროექტში მონაწილეობას, იმ თანხების სუბსიდირება მოხდეს იმ სტუდენტების მიმართ, რომლებსაც სტატუსი აქვს შეჩერებული სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო. ჩვენ და სამწუხაროდ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში თვითმმართველობა არის პოლიტიზირებული და ამით კარგად სარგებლობს სახელმწიფო პარტია და მის პირად ინტერესებს ატარებს. ჩვენ ამის წინააღმდეგები ვარ და კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აიღოს ხელი ერთხელ და სამუდამოდ სტუდენტურში და მიმდინარე სასწავლო პროცესებში და ერთხელ და სამუდამოდ მოგვეცეთ ჩვენ სტუდენტებს, რომ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენი აზრის გამოთქვა, ჩვენი აზრის დაფიქსირება და პასუხისმგებლობა აიღოს ასევე სახელმწიფომ და კეთილი ინებოს ის პრობლემები, რომელიც ჩვენ გვაწუხებს ზოგადად მოაქციოს ყურადღებას, მოახსოვს იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მეტი სუბსიდირება გამოყოს თანხები და დააფინანსოს ჩვენი უმაღლეს სასწავლებლები. სასტიკი არაადამიანური მოპყრობა სასჯელ აღსრულებით სისტემაში პატიმრების ჯანმრთელობის გაუარესება და მათი უფლებების შელახვა. ამ თემებზე საზოგადოებრივმა ორგანიზაცია ახალგაზრდების სამართლიანობისთვის საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროსთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა თქმით, ჯანდაცვისა და სასჯელ აღსრულების სამინისტროებთან არსებულ მუდმივ მოქმედ კომისიას უკურნებელი სენი დაავადებული პატიმრების ვადაზე ადრე გათავისუფლება ევალება, თუმცა კომისიის მუშაობა არ არის გამჭვირვალე. ირღვევა კანონით დადგენილი ნორმებით, ორგანიზაციის რეკომენდაციები გადაეგზავნება ახლა დანიშნულ ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ხათუნა კალმახელიძის უწყებებს. რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში კი ორგანიზაცია კონკრეტული საქმეების სასამართლოში გასაჩივრებას არ გამორიცხავს. არსებობს ასეთი კომისია, სასჯელ აღსრულების სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი კომისია, რომლებსაც ევალებათ ამ საქმეების განხილვა დროულად და შესაბამისი რეაგირება ვინაიდან მოხდეს ძიმე დაავადებული პატიმრების დროულად გათავისუფლება. სამწუხაროდ ეს კომისია ფაქტიურად არ მუშაობს, არაეფექტურია ამ კომისიის მუშაობა, რის შედეგადაც მრავალი პატიმარი ციხეებში იმყოფება არაადამიანურ ყოფაში. განსაკუთრებული ძიმე დაავადებების პირობებში მათ არ მიეწოდებათ ადეკვატური ჯანდაცვა, შესაბამისად ამ პრობლემას ჩვენ ვაპროტესტებთ და მოვითხოვთ სახელმწიფოსგან ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ამ პრობლემას. ჩვენ 10 საზოგადოებრივი ორგანიზაცია მიმართავს აღნიშნული რეკომენდაციების პაკეტი დღეს ჯანდაცვისა და სასჯელ აღსრულების სამინისტროს ერთობლივ მუდმივ მოქმედ კომისიას. რეკომენდაციები ძირითადად ეხება იმას, რომ განისაზღვროს ვადები, რომლებითაც კომისია იხელმძღვანელებს ძიმე და უკურნებელი სენი დაავადებულ პატიმართა შუამდგომლობების განხილვისას, ასევე დაადგენს პრიორიტეტებს შუამდგომლობების განხილვისას და გახდის საკუთარ სამუშაოს გამჭვირვალეს. ცნობილი ტელეწამყვანი და მკვლევარი ჟანრი კაშიაკი პარიზიდან დღეს ჩამოასვენეს. დაკრძალვის ცერემონია 18 მარტს გაიმართება. შეგახსენებთ, ჟანრი კაშია 11 მარტს 72 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მას გულის ოპერაცია ჩაუტარდა. კაშია საქართველოს გზის ლიდერ სალომე ზურაბიშვილის მეუღლე იყო. სავალალო რომ ესეთი ხალხი, აი ესეთი როგორც ჟანრი კაშია იყო, მიდიან ამ ქვეყნიდან. განათლებული, ზრდილი, კარგი პიროვნება აქვს, რომ ვერასოდეს ვერ ათქვევინებდი ვერავის. განათლებული პიროვნება, რომელთანაც საინტერესო იყო ყოფნა, ცხოვრება, ვისგანაც ძალიან ბევრ რამეს გაიგებდი, რომელმაც იცოდა თითქმის ყველაფერი. ბატონი ჟანრი იყო უაღრესად ერუდირებული, განათლებული, ინტელექტუალი. და მისი გარდაცვალებით არა მარტო მის ოჯახს და ახლობლებს, არამედ ქვეყანას დააყდა. კიდევ ერთი გულანთებული მამულიშვილი და ქვეყნის ინტელექტუალური მარაგი შემცირდა მისი წასვლით. ეს არის კაცი, რომელიც ნამდვილად დააკლდა ქალაქს, ადამიანი, მკვლევარი, პუბლიცისტი, რომელიც თავისი მეცნიერული შრომებით, თავისი უანგარო შრომით ემსახურებოდა თავის სამშობლოს და ესიყვარულებოდა მას იმ საშუალებებით, რასაც უხვად გადმოსცემდა ხოლმე თავის პუბლიცისტურ ნაშრომებში.